თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გივი თარგამაძის გამოკითხვა დასრულდა. ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაპირველად პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, თუმცა მან საგამოძიებო პროცედურის ჩატარება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ისურვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას არ აქვს სურვილი ითანამშრომლოს ისეთ პროკურატურასთან, რომელსაც მისი აფეთქების საქმე ამ დრომდე არ გამოუწიებია. თარგამაძის განცხადებით, დროებით მას საგამოძიებო კომისიამ 2003-12 წლებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანაში არსებული თავდაცვისა და უშიშროების, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე კითხვების დასასმელად დაიბარა. ითხოვე რატო არ მივედი, იმიტომ რომ განუცხადე რომ მაქვს სრული უფლება, რომ სრული უნდობლობით ვიყო განწყობილი. ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი და შესაბამისად ასევე ვარ განწყობილი სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრატიულად არ გამოიწვია და ეხლა ყავთ ჩაიბარეს, ასე ვთქვათ, ჩემი ბომბის ამომდები, რომელიც უზით ციხეში და რა ვიცი, მე ვინც ცდილობენ რომ იგივე კამერაში მომახვედრონ, რომ საბოლოო ჯამში გავარკვიო როგორ იყო და რა იყო ამ ჩემი აფეთქების ამბავი.